ხაბეიშვილი ხარ როგორი პიროვნებაც არის მას უყვარს ცოტა ისეთი შოუს ელემენტები ხაბეიშვილს შეუძლია ტრაგიკული მოვლენაც გარკვეულწილად სასაცილოდ გადააქციოს და აი დღეს როგორ დააკავეს და დაკავების დროს როგორ მიმართავდა ის საზოგადოებას მოდი ესეც ვნახოთ და მე გავაგრძელოთ საუბარი შინიათ ეს რობერტს ვიბარებ კაცო იცი რა არის მეგობრებო უნდა გესმოდეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დინარაძეს გადავალებას ჰქონდა ასრულებს არაფრის არ შეგეშინდეთ იმიტომ რომ ძალა არის ქართველ ხალხში ნუ შეგეშინებათ ნურაფრის მიამის ბოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ მაკავებენ იმიტომ რომ თურმე ერთ ადამიანს ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება თქვენ შეგიძლია დაამარცხოთ ივანიშვილი თქვენ შეგიძლია დაამარცხოთ ეს რეჟიმი და ესენი აპირა რატო რასო მაკავოთ ხო რას ხალხს მინდა ხალხს ხო შეიძლება არა სანამ გამაცნოთ რა პროცესია ეს ესე იგი ხაბეიშვილმა და რამდენიმე კვირის წინ განაცხადა რომ ის აპირებს 4-ში მომდევნო კი არა ამ თვის 4-ში არა მომდევნო თვის 4-ში ანუ ეხლა სექტემბერია ოქტომბრის 4-ში კი ბატონო მომდევნო თვის 4-ში აპირებს რევოლუციას ოღონდ მშვიდობიანს აი ცოტა რანაირად გამოიყურება მშვიდობიანად ვიღაცის დამხობა ეს ცოტა რთული წარმოსადგენია მაგრამ ხაბეიშვილისგან ალბათ არ იყო გასაკვირი მე ვითარდებოდა მოვლენები ისე რომ ვიღაცებს ეცინებოდათ ამაზე ვიღაცებმა სერიოზულად მიიღეს ქართულმა ოცნებამ ის პოლიტიკური ხეირი ნახა რომ მას ხო ჭირდება ეხა საფრთხობელა ნაცების მოbrunების საფრთხის სახით და დღეს ვნახეთ რომ ხაბეიშვილი დააკავეს რა პროცესია ეს სინამდვილეში და რა შეიძლება ამაზე ითქვას რა გათვლები შეიძლება იყოს ამ ყველაფერში ოცნების მხრიდან და როგორ ასრულებს ასე ვთქვათ ხაბეიშვილი თავის როლს ჩემი აზრით ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი რომ დავადგინოთ ჩვენ კარგად უნდა ავწონდათ რა აწყობს ქართულ ოცნებას ზოგადად ეს რევოლუციის სცენარი რომელიც გაჟღერებულია ხაბეიშვილის მიერ რას ემსახურება და რამდენად ოპოზიციას აწყობს თუ არ აწყობს და საერთოდ ქრონოლოგიაც უნდა ჩამოთვალოთ ამ მომენტამდე როგორ მოვიდა სიტუაცია. იმიტომ რომ ახლა მოკლე შეჯამებით რომ დავიწყოთ ხაბეიშვილის დაკავება აი ასეთი მოკლე შინაარსი თუ კი ვიღაც საინტერესო არის 4-ში რევოლუციური სცენარის უფრო დამაჯერებლობის მიცემის მცდელობა. ანუ ხაბეიშვილი გარეთ რომ არის მაგითი არც რევოლუციას ემატება არაფერი, არც რევოლუცია მოხდება და საერთოდ არავის რეალურად ვინც ერკვევა პოლიტიკაში არ ჯერა რომ 4-ში რევოლუცია იქნება, ხო? ხაბეიშვილის დაკავებით ქართულმა ოცნებამ ის რომ 4-ში რევოლუცია უნდა მოხდეს, მაგის რწმენა გააღვივა მოსახლეობაში. იმისთვის რომ ქართულ ოცნებას საარჩევნოდ ეს მუხტი ძალიან აწყობს, ეს რევოლუციური მუხტი, ნაცები ბრუნდებიან მუხტი არის ერთადერთი მუხტი, რომელთაც ყველაზე მეტად ხეირობს ქართული ოცნება, მთელი არჩევნები რაც გადააგორა მაგ მუხტის შედეგად გადააგორა, ამიტომ ეხლაც აწყობს ეს მუხტი, რომ ნაცები ბრუნდებიან რევოლუციით და ასე შემდეგ. მაგ სცენარის დამაჯერებლობა, რომ გაიზარდოს, ამას ემსახურება ხაბეიშვილის დაჯერა და თუ ვინმე არსებობს, ვისაც ეხლა მე რასაც ვამბობ, ეს მიაჩნია არადამაჯერებელი. მაშინ ეხლა გადავიდეთ არგუმენტირებულ საკითხზე, ანუ ეს თემა გავშალოთ, რატო ვთვლი ასე, რომ ეს არის სინამდვილეში ქართული ოცნების დადგმული სპექტაკლი და ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ მოსახლეობაში განცდა გაღვივდეს
ნაცების დაბრუნების, რევოლუციის და ქართულ ოცნებაში გვერდში დადგომის. სანამ შენი ხარ არგუმენტებზე გადახვალ, ესე იგი ეს ემსახურება იმას, რომ თუ სწორად გავიგე, ემსახურება იმას, რომ ვისაც ეცინებოდა ხაბეიშვილის დაანონსებულ რევოლუციაზე, ცოტა დასერიოზულდეს ეს ხალხი და აღარ ეცინებოდა. ზუსტად მაგას გულისხმობ, ანუ აი ხა მაგალითად გარეთ რო იყო ხაბეიშვილი, უფრო სასაცილო იყო რევოლუციის თვალსაზრისით, ვიდრე ეხლა დაჭერით გარკვეული საფრთხების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, ესე რომ რაღაც ხდება. ეს არ ხუმრობდა. ეს მართლა აპირებდა ეს დაგვეჭირა წუდად არის აქ. კი, აი ეგ იყო განწყობა, რასაც ეს ყველაფერი ემსახურება და სინამდვილეში ხა მართლაც გარეთ რო მეორე მხრივაც რო შევხედოთ, ხაბეიშვილი გარეთ როა, მართლა რევოლუციას ხო არ ცდის, ახლა 4-ში. მართლა რევოლუციას ხო არ ჩაატარებს, ამათი აგენტი. წაართვეს, თორე ეს კი არ. კაცმა არ იცის რას იზრდება. აი უყურე, ამათი აგენტია, ხო? ამათ რაც აწყობს, ზოგადად ეგ დაანონსა. ეხლა მართლა ხო არ გაიშარავს თავს, მართლა რევოლუციას ხო არ ცდის. შეიძლება თვითონ ხაბეიშვილსაც რა თქმა უნდა აწყობს ეგ სცენარი. ეხლა ხაბეიშვილი ჩასვეს და 4 ჩასვეს ვინც დაიჯერა და ელოდება რევოლუციას და ეხლა გაარიდეს, რეალურად გაარიდეს ეხლა ხაბეიშვილი ჩაჯდა ციხეში და იქიდან ილაპარაკებს რომ ხალხო აი მე დამიჭირეს და მიდით აბა თქვენ ჩაატარეთ ეხლა გარეთ რევოლუცია. ხო და ანუ სინამდვილეში ძალიან მარტივი ხრიკია იმისთვის რომ ის სცენარი რომელიც ქართულ ოცნებას აწყობს მაგ სცენარის დამაჯერებლობა და აქტუალობა უფრო გაზარდოს მოსახლეობაში. ეხლა ვიღაცას თუ გონია რომ ეს ასე არ არის, რასაც მე ვლაპარაკობ. აი სინამდვილეში მოდით დავიწყოთ იქიდან რომ საერთოდ რევოლუციაზე როცა მიდის ლაპარაკი და გადატრიალებაზე და ნაცების დაბრუნებაზე, ეგ საერთოდ როგორ არის, როგორ ხდება და როგორ რის სცენარი იყო მაგის შესაძლებელი მაგ სცენარის. ეგეც ვთქვათ, ეხლა ჩვენ არაერთხელ ავხსენით ეგ საპარლამენტო არჩევნებამდე და უბრალოდ ძალიან მოკლედ გავიმეორებ. საერთოდ ამ ოპოზიციას შანსი ჰქონდა გამარჯვების საპარლამენტო არჩევნებს. ამ ოპოზიციას უნდა მოეგო არჩევნები. არჩევნების წაგების შემთხვევაში ძალიან დავარდა ამათი ზოგადად რამის გაკეთების შანსი. იმიტომ რომ არჩევნებზე სიტუაცია მიყვანილი იყო ისე, რომ დასავლეთი მხარს უჭერს ოპოზიციას და დასავლეთი ცუდ და უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ქართულ ოცნებას. ანუ დასავლეთის გზა ვისაც უნდოდა ამ მომრჩევლის თვალსაზრისით, დასავლეთმა ძალიან თვალნათლად დააყენა საკითხი ისე, რომ ოპოზიცია იყო მისი რჩეული, ამერიკამ, ევროპამ, აი ეს თვალნათლივ დააყენა. არჩევნებზე იყო სინამდვილეში გადამწყვეტი ყველაფერი, ეს ყველაფერი კეთდებოდა არჩევნებისთვის. არჩევნებზე უნდა ოპოზიციას აეღო მეტი ხმა ჯამში, ვიდრე ქართულ ოცნებას. შემდეგ ქართული ოცნება თუ ან გააყალბებდა და ან რაღაცა მეთოდებით მაინც გამარჯვებას გაიფორმებდა, შემდეგ ამას გამოაცხადებდნენ არალეგიტიმურად, ან თუ არ გააყალბებდა და ისედაც გაიფორმებდა, ხო, გამოაცხადებდნენ ამ სცენარს არალეგიტიმურად ამ არჩევნებს და შემდეგ დაიწყებოდა უკვე დასავლეთის მხარდაჭერით აქ გადატრიალების მცდელობა. უბრალოდ არჩევნებში კოლექტიურმა ოპოზიციამ წააგო არასაკმარისმა ადამიანმა მისცა ხმა, მოდი ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამაც გააყალბა, რა თქმა უნდა. უბრალოდ გაყალბების მიუხედავად უნდა რაღაცა რაოდენობა ადამიანმა გაცილებით მეტმა მისცეს ხმა. და ეს მოხდა იმიტომ, რომ უკრაინის მოვლენებმა იმოქმედა არჩევნებზე. უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკვე ძალიან დასკვნით ეტაპზე
გადავიდა და მოსახლეობაში ძალიან დიდი გაცნობიერება მოხდა მაგ დროს, რომ საქართველოს მაგ გზას რომ დაადგეს, ცუდ შარში აღმოჩნდებით, ამიტომ მოსახლეობამ არ დაუჭირა არჩევნებზე სათანადოდ მხარი ოპოზიციას. რამაც სინამდვილეში გამოიწვია დასავლეთის მხრიდან იმედგაცრუება ზოგადად აი ამ ოპოზიციის მიმართ, ანუ დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად რომ ამ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა, გარკვეული იმედგაცრუება დაისადგურა დასავლეთისგან ამათ მიმართ. შემდეგ საერთოდ გამოიცვალა ადმინისტრაცია ამერიკაში და ეხლა აღარც დგას დღის წესრიგში რომ საქართველოში რევოლუცია მოახდინოს დასავლეთმა. ეს დღის წესრიგში აღარს დგას. ამიტომ დასავლეთის ის მხარდაჭერა, რომელიც იყო ადრე, არ აღმოჩნდა საკმარისი ერთი რომ არჩევნებში გაემარჯვათ, მეორე რომ რევოლუცია მოეწყოთ. ეხლა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია. თან უკვე უამრავი აქცია ჩატარებული, რომელმაც გაცვითა უკვე ყველა მოლოდინი და ყველა მოლოდინი სინამდვილეში მოსახლეობაში უკვე უიმედობა დაისადგურა მათ ამორჩევაში. ეხლა იმის წარმოდგენა, რომ ნაციონალური მოძრაობა მართლა რევოლუციას ატარებს, არის სისულელე, სიგიჟე. ეგ არის არალოგიკური სცენარი, შესაბამისად მაგას არავინ არ აპირებს. რატომ დაანონსა ხაბეიშვილი, შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ დაანონსა ხაბეიშვილმა 4-ში რევოლუცია? იმიტომ დაანონსა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი ხეირი, აი ასე რეიტინგის თვალსაზრისით არჩევნებზე მიიღო სწორედ მაგ შიშით, რომ ნაცები ბრუნდებიან, ეხლა ჩვენ შარში აღმოჩნდებით და ყველა უნდა დაუდგეთ გვერდში ქართულ ოცნებას. ეს ფაქტი ასევე ჩანს ოცნების ეგრეთ წოდებული გამправებლები, ვინც არიან, ინტერნეტს რო გადავხედოთ, ზუსტად აი ამ სცენარს, რომელსაც მე ვხსნი, რომ ქართული ოცნების გეგმა, ამ სცენარს ცდილობენ, რომ მაქსიმალურად გააბუქონ ეს სცენარი და წარმოაჩინონ მოსახლეობისთვის, რომ თითქოს აი ხალხო, ხედავთ, ნაცები რაღაცას აპირებენ და ეხლა უნდა დაუდგეთ ქართულ ოცნებას. ამიტომ რეალობა არის აი ეს ყველა ეს გარემოება რომ გავითვალისწინოთ, ძალიან მარტივი რაღაც ხდება. ლელო გახარია, მაგას ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ის პოლიტიკური ძალები ოპოზიციიდან, რომელიც ბოიკოტს აცხადებდნენ, სანამ დასავლეთის იმედი ჰქონდათ, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის ხელახლა გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაშინ ბოიკოტს აცხადებდა ყველა. ჩვენ მაშინ ვამბობდით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს ოპოზიცია იმედს დაკარგავს, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლებელია და დაიწყებს თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან, გარიგებებზე წავა, საერთოდ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამას ვამბობდით და ასეც ხდება. ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვების შემდეგ ამ ოპოზიციას ეს ოპოზიცია ამერიკის წარმომადგენლებს ვერ შეხვდა სათანადოდ, ანუ მხარდაჭერა ვერ მიიღო სათანადოდ, შესაბამისად მათ იმედი გადაეწურათ ხაზარაძეს, გახარიას, იმედი გადაეწურათ, რომ დასავლეთისგან იქნება ისეთი ზომის წნეხი, როგორიც საჭიროა, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხიოს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა და საერთოდ თანამშრომლობა გარკვეულ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის მიცემა არის ახლა მათი მხრიდან, როცა რაღაც პერიოდი იძახდნენ, რომ ბოიკოტია საჭირო და ერთადერთი გამოსავალი და შემდეგ უცბად არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ეს მათი მხრიდან თავისი წინა სიტყვების უკან წაღება გამოდის, ხო? ამიტომ ის ოპოზიცია უკვე აძლევს ლეგიტიმაციას ქართულ ოცნებას, რაც ასევე აწყობს ქართულ ოცნებას.
ეხლა დარჩა ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც ბოიკოტს აგრძელებს, რომელიც პირიქით საკითხს აყენებს ასე, რომ ქართული ოცნება უნდა მოექცეს იზოლაციაში და არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა. მაგ ოპოზიციის, მაგ ნაწილის, ასე ვთქვათ, მთავარ როლში ჩასაყენებლად ხაბეიშვილმა გამოაცხადა რევოლუცია. ანუ ყველაზე აგრესიული და ყველაზე ერთის მხრივ რა მოლოდინიც აქვს აი იმ ბოიკოტის მსურველ ამომრჩეველს ეგ სცენარი დაანონსა, რომ საჭიროა რევოლუცია და გულხელდაკრეფილი დგომა არ არის საჭირო, ხო? ამითი ხაბეიშვილი უფრო აქტუალური გახდა სხვა ბოიკოტის გაუცხადებელ ოპოზიციონერებზე და ასევე გამოცხადებული ფორმა, როგორიც დაანონსა ხაბეიშვილს, ეგეც აწყობს კონკრეტულად ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ 4 რიცხვში აი უბრალოდ დავფიქრდეთ რევოლუციის სცენარი, რომელიც ყველას ესმის, რომ შეუძლებელია რომ განხორციელდეს, ანუ უფრო უარესი გარემოებები აქვს, ვიდრე ქონდათ და ვერ მოაწყეს რევოლუცია. როცა შეუძლებელია არჩევნების დღეს რო ამთხვევ ამ ყველაფერს, ეს ხო ძალიან მარტივად აჩვენებს იმას, რომ მთელი ეს ტემპერატურა და ეს განწყობებზე თამაში მოსახლეობისა იქნება სწორედ არჩევნების დღისთვის გამზადებული. კულმინაციას რომ ამ ყველაფერმა მიაღწიოს არჩევნების დღეს. მობილიზება იმ ადამიანებმა რომ მოახდინონ სწორედ არჩევნებზე, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. ანუ ქართული ოცნების ის ამომრჩეველი, რომელსაც ეშინია, რომ ვაიმე ნაცები ხო არ ბრუნდებიან, ვაიმე რაღაცა რევოლუცია ხო არ ტარდება და ასე შემდეგ, ის ეგეთი ადამიანები, რაც შეიძლება მეტი რომ მობილიზდნენ უშუალოდ არჩევნებზე, ამისთვის დაანონსა ხაბეიშვილმა 4-ში. და ეხლაც დაჭერაც ამ სცენარს მხოლოდ და მხოლოდ უფრო დამაჯერებელ დრამატულ ხდის იმ ადამიანებისთვის